წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემის ოდაბადეშ კინოხონი, ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად ხვდებით ჩვენ ხუთშაბათს ერთმანეთს FM-ზე 105.9. კიდევ ერთ ძალიან საინტერესო გადაცემით ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა, რომელიც გვაქვს ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად და გადაცემა, რომელთაც ძალიან ვამაყობთ. რაც შეეხება წამყვანებს, მე გახლავართ სოფია ხუციშვილი და ისტორიკოს-კვლევარი ბატონი ლაშა ჯიქია. ბატონ ლაშა, საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის, მოგესალმებით. მივესალმები რადიო 10 მსმენელებს. გვანი ონჯუაჯგირობუაშ, ჩკენ რადიო მარჩკილეფი, ხე გომორძგილო ქოფედათ მიარე წანებს. ონჯუაჯგირობუაშ, გომორძგუა მოგესალმებით მეც მეგრულად. მოკლედ მონოლოგი არ მინდოდა მარტოს გამომსვლო და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჩვენს გადაცემებზე, გამოხმაურებაზე თქვენთან ერთად ბატონ ლაშა. ყველა გადაცემა ნახეთ ვებზე radio.net.lg, Facebook-ზე radio.net და ასევე YouTube-ზე ოდაბადეშ კინოხონი მიუთითეთ და ყველა გადაცემა იქ დაგხვდებათ. ხოთ შორის დადებული არ იყო გადაცემა და იმდენი გამოხმაურება ქონდა ამ ბოლოს. ძალიან გამიხარდა და მესიამოვნო. კი ბატონო. ნამდვილად და სასიამოვნოა ის, რომ მართლაც საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, მაღალი ინტერესია და თავისთავად ეს გვაძლევს სტიმულს, რომ ჩვენ უფრო მეტად მოტივირებული ვიყოთ და უფრო მეტად თემატურად გავშალოთ ჩვენი სასაუბრო დიალოგი. და თან კომენტარებსაც ტოვებენ ამ ბოლოს და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთხელ ამ თემით დამეწყო, იმიტომ რომ ბოლოს ამი გადაცემა ასე ვიწყებთ, მაგრამ არ გეგონოთ, რომ სასაუბრო არ გვაქვს. ძალიან ბლომად და საინტერესო თემით ვართ დღესაც მოსული და გვაქვს მარაგი, თან ფაქტებით დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაცია, რომელთაც ვამაყობთ და ბატონ ლაშას დამსახურებაა ცხადია და დღეს დილით საუბრობთ მეხوارადო ნინალუა. მოინალეება, ასე ხოლმე სამოხიოს სოფელს და თენარე კათა ნამუთუ მუნეფიშ დუდეშ თვითორგანიზებას ურთუნა. ხო. და მუნეფიშ თემ ვარე დაცახები, მუნეს უჩქნა სო მუჭა გედართანდო, მუჭა ინალანინ და თენა იფრელი უჭარ კალიონრე. ანუ უჩქნა სო გედერთანინ თინა სამოხიოს და სოდევ ოკუთნოთ სო ვაკუთნათე გერნა ნინალობასენ თენა და ათეშე კიფჩიებოჩკი მუს შანულენს თე მეხوارადო ნინალუ, ანუ თნებშკას მუდომურეთე კასე. შეშე ართიანშე გიშაკერზაფილე, მაგრამ მუშერეთე მეხوارადო ნინალუ ართიანშე გიშაკერზებული თესხოე ქოფშინად კუნტას. მოხوارე და მოინალი არ არის 5 კაცზე და 10 კაცზე გათვლილი, აქ მასშტაბებზეა გათვლილი და მათზეა დამოკიდებული. ტყუილად ხარჯი ხომ არ უნდა გაწიოს, არა? და საინტერესოა კიდევ რომ ეს რიტუალური ფორმა აქვს ამას, გამიგეთ და აქ კიდევ არის მე ჩვენ აღნიშნავ დღეს შევეხებით ზოდნა მოგვიანებით რომ აქ რიტუალები გამოიყოფა, რომლებიც კიდევ მეხوارაც არის და ნინალობაც, ანუ როგორც ერთი და იგივე არ არის, ხო, მაგრამ არის ფენომენი, აი თქვა მე საფლავეობა, არც მეხوارად არც ნინალობა. ეს ცალკე ფენომენია, ცალკე ინსტიტუტია და ამაზე მე ცალკე გვექნება ერთი რადიო გადაცემა, ხო, იმიტომ რომ ესეც იქ იმდენი რიტუალია დაცული, იქაც ვაშინერს და რაღაცები ისე ტაბუდადებული თემებია, რა როგორ უნდა მოისეს, ანუ კენტი უნდა იყოს თვითონ ეს მესაფლავების რაოდენობა და ასე შემდეგ. ამაზე ცალკე გადაცემა ცხადია. მოხوارედო მოინალე. ასე ჩქინდოს მივეხوارად, ჯერ მეგრულად, ჩემო ძვირფასებო და შემდეგ უკვე ქართულად. ტრადიციულად ჯერ მეგრულად დავიწყებთ და მერე ქართულად. ამ დღანერ ჩქინთარ თემარე მეხوارადო ნინალუა. სამარგალოს პრაქტიკას რდდო ამ დღანერ დღაშა თხილერე დიარა კამპანიას ვარდა გარა გაჭირებას ართიანის მოხوارება ართიანის ალარინაშ ჟირნერ ფორმა მართა თენარე ხანდა საქვარუათ მეხوارადო მაჟარე მატერიალურო მოხوارა ხანდა საქვარუათ ართიანის მოხوارას ხოლო ჟირთარ ფორმა უღუდ მეხوارადო ნინალუა მეხوارაშა მიშეშ არძანერ საქვარუა მუჭომითირ გიშკაშ მოხაზირება, შეფაშ კეთება და თაშ. ნინალუაშა მიშეშ გაჭირება და დიარა კამპანიაშ ტაბაკის ნინალობა. ნამუთ მოინალეფიშ და მერიქიფეფიშ ფუნქცია დუ. ართიანის მოხوارა საქვარუას ხანდაშ განაწილება ხვადუთ ასაკიშ და სქესის მეჯინათ. კონკრეტულო მეხوارას უმოსო ხანდენდეს ხანშა მიშულირ კათა. ნინალუას ხვალე ახალებ მაციриებ და მაბოშიებ გერდეს. ხანით გიშაგორილ და სქესით მერჩქნიელ მოინალეფიშ ხანდაშ დიფერენცირება გიშაგორუა ხვადუთ სამიაროდო ომეურნეო რინას თინეფიშ დასარჯებას ტრადიციაში მოჩამილ ნორმებში და ინაწილებ მუნერ საქვარუა რენთიშ მეჯინათ. საქვარუათ ართიანის მოხوارას მონაწილენდეს თეჯდო ძახინელ სამოხიოშ მაკათურები. თინეფიშ სპეციალურო მოხوارა მოინალებშა დაპატიჟება ვახვადუდ მუშენდა მუნეფიშით უჩქუდეს და მიშეს თენა უჭარკალონით თეს მუჭოკო ქიმნესკო და სოკო ინალესკო და მუნეფიშ მუნოვალებად ყოროსხუნდეს თეს. ქალუდირთესკო თიფანიას სოდეთ გაჭრება
ვარდა დიარა კამპანია დუდო უჩავარდა ჩეტაბაკის ქინალესკონ თინახოლო ორაგადრე ნამუდა ართიანის მუშება მეხვარას დიდაშიანე ბეკო ვახანდენდესკო მუშენდა თინე სუმარეფო იყო როცხუდეს დო ონჯღორე თითვალუდ თინეფის თაკ ხანდა უმაშიანეფის მოჯგირეფის ხანდა ხოლო დიარა დო ონგარის დღას ვეშილებეთ ხვალე წოხლეიან ღალებს შეულებდეს ნინალუას მიშახვარება თავრეშე იძირე ნამუდა ონინალებს გერდეს დინოშ დო სამოხიოშ მაკათურები ართიანის მოხვარაშ ორგანიზებას მუჭოთ მეხვარაშ თეშ ნინალუაშ ბორჯის ორთუდუ დუდკოჩი დუდკოჩის ინსტიტუტჩეჩკი ართ რადიოგინო ჩამასკიფჩიით დო ასე თაკ უმოსო ვაკოფაფჩუნ ტრაგადის მარა მუჭოთ თაშინ დუდკოჩ სამიაროთ არძანერ ხარჯებს თინა აკონტროლენს დო ხემანჭღერე აბსოლუტურო არძანერ აუცლებელ საქვარეფიშ თიშა რე მერცხილ მუჭოთ ორგანიზებულო მოხვათ სუმარეფიშ ნინალუა ფანიაკ ონჯღორე ვაძირასუნ თეშ დო თაშ დუდკოჩო გიშაგურილ პერსონა მართა რანწკის არძოს მუშ საქვარს დო ხანდას მეურჩკინანდ დიარაშ ბორჯის გიშართუნ დიშკაშ მანწკირალებს რო მაკვათალებს ფაცხაშ გიმაღობალებს შეფაშ გიმადგომალებს გაგესკუალებს მეღუმოლებს მეხორცებს დო თაშ ნამუსოთ ოვალოთ ობილიერიშვილუა და ხორცის ტაბაკაშა მიშაღალარო სუმან-სუმანო ჭკირუა გაჭირებაშ ტაბაკის ბორჯის ხოლო გიშაგორონ მოინალებს მით იუაფუთ მერჩქნელ ლებიაშ ქობალის ჭკიდის წვანერის ჩხომის ღვინის დო თაშ შეფაშა მიშმაღალარი ხოლო წოხლენსერს თინა გიშაგორნუთ მესაფლებს ხოლო ნამებ კენტოკო იდესკო სასაფლაშ ოტახშა ტკუბა კოროცხილ ვეშილებეთ თინებში ართ ღურელის რჯუშე კორდუკო მიდგაინ მარა მესაფლეთ ულა ვარც მეხვარად და ვარც ნინალობად იკოროცხუთ ენა ზოხო იონწყმალ ფენომენრე და ართ რადიოგინო ჩამას ქიფჩიებუ თეს სოციალურ ინსტიტუტჩე დუდკოჩ ბოშებდო ცირებში გაგშაგორონ სკამაიადო გოჯინელ მოინალებს და თინებს კიგიორნუანდ თი ტაბაკის მუჭო ქიმნესკონთის განაწილეთ დუდკოჩ პროდუქტებს ხოლე გარიგენდ მეხვარებშკას თიშ გეშა მისით მუო საჭერდუნ და უკულ გახაზირებულ ოჭკომალებს გეგნოჩანდეს მოინალებს თინა უჯინე კონწარო ირფეც მუჭო აკეთენა ოჭკომალებსն თის მუჭო მიშუღუნა ტაბაკიშა ღვინ ქიმშუღუნა დო ვარ ნორმალურო ხო ვარკუთ სოთინ მუთუნდო თაშ ზოხო ოშნერე მერქიფეფიშ ნინალუა თენემ თელ დიარა ბორჯის კუჩხისოკო გერდესკო და უჯინედეს სუმარეფშე მითინ ღვინცხო ვერკენდ მუჯდუჩა ღვინცხო ვახირულენდ მითინ თენებ დიფუჩუანდეს ტოლბაშ და ბილბაში ღვინის შუმას მითინს გინორთელ გაგეთუკონ თის დაფიქსირენდეს ობიექტურო დო თაშ დიარას ხოლო მიღუნა არ ტრადიცია ნამუთ ქოთ მეხვარად დო ქოთ ნინალუათ იკოროცხუთ სოშახ კამპანია დღა იუაფუდუნ თეშახ ართ მარა წოხლე ფანია მიხაზირენ ლაეტიშ დო ქობალის ქვირს მუშენ და მუჟ ბორჯის გოუცირდესკო თინან თიშენ ათეშენ დუდკოჩ გაგშაგორუნ თეშ დო ზახინენ მაცირალებს მუდგაზმარენ გათხილ ოსურ ადამიანს ქვირი ცირუა ირო ვეშილებეთ თვალე გეკულა თხალებს ცირინდეს თახაშხას ცაშხას დო საბატონ სხვა დუთენა მუშენ და სხვა დღალებს ფენდა ვაღნუნია თქუანდეს მუჟამით დოკვათუნდე ცირუაშ დღასონ ვაშა ჩენ ნოჭკე რაწოკირილ ოსურ ადამიანებ იალონ ოჭმარეშე ქიმიშეს თიფანიაშა სოდე დიარა ინწყუაფუდუნ უდეშ დიდა არცას თითო კაკალო გეგნოჩანდ გემუანეფილ გენინონწყარილ კიბირებს დო ხოუწინ თენებს ბედნერო ქოფედასია თქვან მოულადო საქვაროა ათე თქვან ხანდა ირფელჯ გროპუას მიგაბდანია აუსურ ადამიანებ მარდის გნუგანდეს უდეშ დიას დო მუნებშა მერჩქნე საქვარუას ქაუდირთუდეს ხანდა მოხვარად ხვადუს შეფაშკეთება ხოლო შეფარდუ ათიაკან სოდეთ ხვადუ თარნინალუა შეფასორთუდეს უმოსო გოფაჩი ლაკანო ეზოს უმოსო მარგალჭუდეს კაბეტეზო აწუზუ წოხლედო დ თი შელება მოხუჯური აკან გაგშაგორესკო შეფაშ გიონწყვალა დიარაშ ბორჯის წოხლენ დღას აკანწყუნდეს შეფას დო დიარაშ თებაშუკულ მასმა დღას დოხინდეს ანალოგიურო ხვადოთ უნგარიშ ბორჯის ხოლო მუჟამით ვარდუო ოჭკომალის დურზიება ხვალე უნგარ დღას ქოღუდეს და წოხლენ დღას აკანწყუნდეს შეფას მარა წოხლენ დღალებს თეშ დო ზახინე ტყურაია დღალებს ქოღუდეს პატივცემა და ოჭკომალის დურზიება და ათეშენ ჭიჭე შეფას გაკეთენდეს ნამუსუთ უნგარი წოხლიან დღას გოუძინანდეს შეფას სიკაბეტა თიშ მეჯინათ ხვადუთ მუზმა კოჭდუ დიარას დაპეჭებული ვარდა უნგარშა მუზმა კოჩის ელედეს საიგებითუნ თიშ გეშა ათაშ ნამუდა თელ ხანდა საქვარუა ნამუთ მერცხირდუ დიარა კამპანია და უნგარ გაჭირებაშან ინწყუაფუთ სამოხიოს ართიანის მოხვარა ნინალობათ რათე ართიანის მოხვარა დუ ხანდაშ ორგანიზებულ კოლექტიურ ფორმა ნამუთ აკოშაყარან სამოხიოს კათას თენა უძირან დათე სამიარო ოკათურიშ სოციალურ ფუნქციას დო ართიშა ხოლო მოძრანა გათხუალა ნოსაშ მოუნაფა გურელიში გარადო დასაფლება ყალე ფარნიაშ დუც ვეგნიშ თელ მოჩამილ კოლექტივის ფუნქციებშა მიშეშ დო თინეფიშ ართოიან საკურათ იკოროცხუთ თენა ათეშნერ კოლექტივის როლს გუშურჩქინი რეალობა სამოხიო ნამუშ ფაქტიურ მანჯღერერე დუდკოჩი ხანდა ნინალუას კონწარო აკონტროლენს დო იფელამო ისანწალ ირფეკ მუჭო საჭერენთეშ გემკორთას დო ქიუასვე ასე მოსოძორჩქილეკენ დუდკოჩი შომშო მუთვამბე ვეუა ხო თენა ირფეცოკო დუდკოჩ მანჯღერე იფელცოკო უანას გიორჭი პაცხოლე უღუნია დუდმარა ვეუა კიმარჭეპალ ქედათეშია ვაურციავა დუდი რენინა ისვანიშტეს მარა დიფეს დუდკოჩოკო ხორეთაში გვაჯგრო მუშეს და ინსტიტუტი
ინსტიტუტი შენდ სამარგალოს და ასე ხოლმე დუდკოჩი ასე ხოლმე. ხო. მეგრულად არის ის რთული გასაგები იყო, იმიტომ რომ ეხა ეს ინსტიტუტი და ზოგადად ეს თემა რომ არის ისეთი ადამიანი არ მეგულებოდა. შემკრებლობა რომ არ ქონია. ხო, არ არსებობს. დღემდე არის და იმიტომ სოფელი ყოველას აქვს. ხო? და შესაბამისად დღემდე არის. სოფოში კი არა, აქაც არის ხოლმე მეზობლები. და უკვე სოფოში წავიდა ეს ტენდენცია რომ უკვე გაჩნდა ეგ სერვისი, ვინც უშუალოდ ემსახურება, უკვე აი ეს ინსტიტუტიც უქმდება უკვე. ესეც მიდის იქითკენ რომ სულ მალე ხო, გამოძახებით არის ეხა ესეც რო არის ეს მობილური ჯგუფები. თქვენ წარმოიდგინეთ რომ აი ეს ღრმა სოფლებში სადაც წინათ ეს ტრადიცია რაღაც ისე იყო გამჯდარი ადამიანებში და სირცხვილად ითვლებოდა დაქირავება თვითონ იმის, მაგრამ დღეს უკვე ეს მიღებული ნორმა. ხო, მიღებული თავისთავად ამას ამ ტრადიციასაც ემუქრება განადგურებით. სამწუხაროდ და თან მიუხედავად ამისა რომ აი მთელი დღეც აღარ ჭირდებათ უკვე ეს სერვისი და მომსახურება, იმიტომ რომ რესტორნებში გადაინაცვლა, სეფიდან რესტორნებში ამ დიდმა სუფრებმა, ქელეხებმა, ქორწილებმა და ასე შემდეგ. ამიტომ რომ არ დაიკარგოს ასეთი კარგი ამბები, სწორედ ამას ემსახურება. ჩვენი გადაცემა ეს მათთვის პირველად გვისმენს, ასე რომ არქივს ვინახავთ და ვამზადებთ საშვილიშვილო და ასე არა ბატონლაშა. ეხა ქართულად მათთვის ვისაც კარგად არ ესმის მეგრული, რომ ვინ ჩვენს გადაცემებს თვალყურს ადევნებს, მგონია რომ რაღაცა ნაწილობრივ მაინც ესმის ეს ყველაფერი. თქვენის ნებართვით მოკლედ ქართულად ვიტყვი, მოკლედ სამეგრელოში პრაქტიკაში იყო და დღესაც მოქმედებს ურთიერთდახმარების ორი ძირითადი ფორმა. ეს გახლავთ შრომითი ურთიერთდახმარება და მეორე ეს მატერიალური ურთიერთდახმარება. შრომით ურთიერთდახმარებაზე გვაქვს დღეს საუბარი და მასში გამოიყოფა ორი სახე, ეს არის პირველი მეხვარა, ანუ დახმარება და მეორე არის ნინალუა, ანუ მომსახურება. მეხვარაშიც იგულისხმება სუფრის სამზადიში შემავალი ყველა სახის სამუშაოები, ეს არის შეშის მომარაგება, სეფისათვის საჭირო მასალების დამზადება, მათი აგება და ასე შემდეგ. ნინალუა გულისხმობს უშუალოდ ხინის და ჭირის სუფრის მომსახურებას, რაც მოინალეების, ანუ მოსამსახურეების და მერქიფეების, ანუ მერიქიფეების ფუნქციას წარმოადგენს. ურთიერთდახმარება ითვალისწინებს შრომის ასაკობრივ და სქესობრივ განაწილებას, ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი მეხვარაში ძირითადად ასაკოვანი პირებია დასაქმებული, ნინალუაში მთლიანად ახალგაზრდები მონაწილეობენ. და სწორედ ხალისით აკეთებენ აი ქორწილის დროს ეს ახალგაზრდები. გაპრაჭულები არიან და უხარით ეს სოციალური ვალდებულება რომ დააკისრეს. ასაკობრივი ჯგუფებსა და სქესთა შორის შრომის ასეთი განაწილება მომდინარეობს საზოგადოებრივ და სამეურნეო ცხოვრებაში მათი დასაქმების ტრადიციულად მიღებული ნორმებიდან და განისაზღვრება შესასრულებელი საქმის ხასიათით. შრომითი ურთიერთდახმარებაში მონაწილეობს უბნის ეგრეთ წოდებული სამოხიოს მოსახლეობა. მათი სპეციალური მოწვევა დასახმარებლად არ ხდება. რამდენადაც ქორწილის დღის გამოცხადებისთანავე ისინი თავს ვალდებულად თვლიან შეიკრიბონ იმ ოჯახში, სადაც ჭირის ან ხინის სუფრა ეწყობა. ცნობისათვის შრომით ურთიერთდახმარებაში დედის ნათესავების მონაწილეობა, რამდენადაც ისინი სტუმრებად ითვლებოდნენ, წესად არ იყო მიღებული. რაც შეეხება მამის ნათესავებას, ეს უკანასკნელი მონაწილეობდა მხოლოდ წინა მოსამზადებელ სამუშაოებში. ნინალუაში მათი დასაქმება ყოვლად დაუშვებლად ითვლებოდა. ანუ უშუალოდ იმ დღეს. შრომითი ურთიერთდახმარების ორგანიზებას, როგორც მეხვარას, ანუ დახმარების ისე ნინალუას დროს ახდენდა დუდკოჩი, ანუ თავკაცი. ეს ინსტიტუტი ჩვენ ცალკე გავიარეთ, ვისაუბრეთ ერთი რადიო გადაცემა მიუძღვენით და შესაბამისად ახლა დღეს დეტალურად არ შევჩერდებით ამ თემაზე. ზოგადად ის განაგებს ხარჯებს, ხელმძღვანელობს აბსოლუტურად ყველა აუცილებელ საქმიანობას, მასზეა დამოკიდებული თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი, ორგანიზებულად მოხდება სტუმრების მომსახურება, ნინალუა და ასე შემდეგ. დუდკოჩად არჩეული პირი უპირველეს ყოვლისა ვალდებულია განაწილოს ხალხის სხვადასხვა სამუშაოზე, დიარა ქორწილის დროს საამისოდ იგი გამოყოფს დიშკაშ მანძკერალებს, ანუ შეშის დამპობებს, ფაცხაშგიმაღობალებს, ფაცხის დამგებლებს, შეფაშგიმადგმალებს, ანუ სეფის დამდგმელებს, გაგესკუას, ანუ მსარეულებს, მეღუმოლებს, ანუ ხობის დამზადებლებს, მეხორცებს, რომლებსაც ევალება საკლავის დაკლა და ხორცის სუფრაზე გასატანად მომზადება. და ცოტა რესურსი ჭირდება ამას ადამიანური, ძალიან დიდი რესურსი ჭირდება. კი ბატონო. და ქელეხის დროს ასევე ანაწილებს მოინალებს, ანუ მოსამსახურეებს, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი ლობიოს მოხარშვაზე, პურის გამოცხობაზე, წინილობების მომზადებაზე, ღვინოს და ასე შემდეგ. და მერე სეფაში შეტან მომსახურებაზე, ვინ იქნება პასუხისმგებელი, ამას ანაწილებს. ასევე წინაღამეს მას უთანხმობენ მესაფლავების გამოყოფას, რომელთა რაოდენობა აუცილებლად კენტი უნდა ყოფილიყო და ხარ შევჩერდებით ამ დეტალებს, იმიტომ რომ ცალკე ფენომენია ეს არ ითვლება არც ნინალუა და არც მეხვარა და ანუ და ამაზე მერე ერთი რადიო გადაცემაში როგორც აღნიშნეთ შეგვექნება საუბარი. დუდკოჩი ახალგაზრდა ქალვაჟებიდან არჩევს ლამას და მოხდენი მოინალებს, ამასაც მნიშვნელობა ჰქონდა იმ ვიზუალურ მხარესაც. დუდკოჩი გასცემს ყველა საჭირო პროდუქტს გამოყოფილ პირებზე, რომლებიც თავმხრივ უკვე გამზადებულ კერძებს გადასცემენ მოინალებს. იგი აწესებს კას კონტროლს მომზადებაზე, სუფრაზე კერძებსა თუ ღვინის გატანაზე და სუფრის პერიოდულ შევსებაზე. ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ოჯახს მზად უნდა ქონოდა პურისა და სიმინდის ფქვილი, რათა დროულად დაეწყოთ მისი გაცრა. საამისოდ დუდკოჩის მიერ გამოყოფილიყო ეგრეთ წოდებული მაცირალები, გამცრელები, რამდენიმე ქმარშვილიანი ქალი. ქვილის გაცრა აუცილებლად სამშაბათს, ხუთშაბათს ან შაბათს ხდებოდა ეგრეთ წოდებული გეკულა დღეებში. სხვანაირად ფენდა, ანუ ბარაქა არ ექნებოდათ. დაინიშნებოდა თუ არა ცირულას დღე, ანუ გაცრის დღე, თეთრი ნაჭით თავწაკრული ქალები დილიდანვე მოდიოდნენ მექორწილე ოჯახში. ეს ითვლებოდა როგორც მეხვარად, ასევე
მოკლედ ნინალუა. ძალიან საინტერესო. თუმცა თავისი შინაარსით უფრო მეხვარა არის, მაგრამ ნინალუადაც მიიჩნეოდა. დიასახლისი თითოეულ მათგანს გადასცემდა ტკბილეულ ჩაწყობილ საცერს და ეტყოდა ბედნიერი ყოფილიყოს თქვენი მოსვლა და საქმე. ეს გარჯა სასიკეთოდ გადაგვიხადოსო. ქალები მადლობას მოახსენებდნენ დიასახლის და საქმეს შეუდგებოდნენ. შრომითი ურთიერთდახმარებით ხორციელდებოდა სეფის აგება, სადაც ძირითადად ხდებოდა ნინალუა. სეფა ეწყობოდა ღია ცის ქვეშ ან მარტივი კონსტრუქციის საგანგებო ნაგებობაში, რომლის გამართვა 20 წლის წინა დღეს ხდებოდა. ხოლო დაშლა მესამე დღეს. კაცრად დაცული ნორმა იყო ეს, ანალოგიურად იყო ქელეხის დროსაც, თუ მხოლოდ ეგ ხო მეორე გაყოფილება რო აქვს. კი, რა თქმა უნდა, ხო, და მე ეს გაგზელები კი. ეგ უფრო მომწონს. კი ბატონო, და მოკლედ ანალოგიურად იყო ქელეხის დროსაც, თუ მხოლოდ მიცვალებულის განსვენების დღეს ჰქონდათ გამართული ქელეხი, მაშინ წინა დღეს ააგებდნენ სეფას, წინა დღეებში ეგრეთ წოდებული ტყურაია დღალებს, თუ ხდებოდა სამძიმარზე მოსული ხალხის გამასპინძლება, ამისთვის მოინალები აგებდნენ მცირე ზომის სეფას. ამ მარტივი კონსტრუქციის დროებითი ნაგებობის მოცულობა დამოკიდებული იყო იმაზე, ხინის შემთხვევაში თუ რამდენი ადამიანზე იყო ეს გათვლილი, ჭირის უფლის დროს ვინც მოვიდოდა სამძიმარზე, მათ რაოდენობაზე ან წინასწარ ივარაუდებდნენ, თქვათ მოვა 1000 კაცი, 500 კაცი და ასე შემდეგ. ამრიგად, მთელი საქმიანობა დაკავშირებული ხინისა და ჭირის სუფრის მომზადებასა და მის გამართვასთან ხორციელდება უბანში სამოხიოში. მოქმედი შრომითი ურთიერთდახმარებით. ეს ურთიერთდახმარება არის შრომის ორგანიზაციის კოლექტიური ფორმა, რომელიც აერთიანებს დასახლებული პუნქტის უბანს, ავლენს ამ უკანასკნელის სოციალურ და სამეურნეო ფუნქციას და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ გათხოვება თუ რძლის მოყვანა, ასევე მიცვალებულის გაპატიესნება და განსვენება არა მხოლოდ ოჯახს, არამედ გარკვეული კოლექტივის ფუნქციაში შედიოდა და მის საერთო საქმეს წარმოადგენდა. ასეთი კოლექტივის როლში გამოდის სამოხიო, რომლის ფაქტურ ხელმძღვანელს საქმიანობას თავკაცი დუდკოჩი წარმოადგენს. ქართულ ვერსიაში აქ მოგვტოვე მერიქიფების ინსტიტუტიც არის მოინალეებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომლებიც წინასწარდებენ ფიცს, რომ გააკონტროლებენ ღვინო ხო არ არის სადმე ნაკლული, ან ვინმე ხო არ მოიპარავს ღვინოს ტოლუმბაში და თამადა და მოპასუხეს შორის. და ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ამაზე ჩვენ მერე ცალკე როგორც ეს ინსტიტუტი როგორ არსებობდა და რამხელა ეს ფუნქცია მოვალეობა დატვირთვა ჰქონდა და რამდენად საპასუხისმგებლო იყო, ამაზეც კიდევ ცალკე გადაცემას. არ უნდა მდგარიყო თამადა ფერზე და რას თქვა, ვინ თუ კაი თამადა არ იქნებოდა, მტრისას თუ უმღერებდნენ, ჩქინ თამადა ფიჩუბაჩო. თავისთავად ეს თამადის ინსტიტუცია ტოლბაშის ძალიან მაგარი იყო, ეს არა მარტო ღვინის მასზე იყო დამოკიდებული, რომ ფაქტურად ეს იყო რეჟისორი, ანუ სცენარის ავტორის და დაქირავებულები და ყველა სამწუხაროდ მათ უფრო ხელოვნურის ეტყობა განიგე ხო. და ეს თვითონ სამოხიოში იყო ისეთი ადამიანები, რომლებიც აი სათამადოდ რომ ტოლუმბაშად რომ გამოდგებოდნენ. მოკლედ აი როგორ დავასპოილერეთ ახლა ჩვენ ეს გადაცემა და როგორი ამბები გელოდებათ მომავალში. ეს ხო მაგარია და მაგარი, მე ხო არა დონინალუა, მაგრამ აი შემდგომ ვთქვით კიდევაც ფაქტიურად დავასპოილერეთ კიდევ ახლა გამეორებ რა გადაცემები გელოდებათ წინ და საინტერესო არის ის ამ ბოლო რამდენიმე გადაცემის როლობისას, რომ კიდევ ერთხელ გავითავისეთ და გავიმეორეთ, დავარწმუნოთ უნდა საკუთარი თავი, რომ ახლობელზე, სანათესაოზე, მეზობელზე ძვირფასი ადამიანი არ არსებობს. სამოხიო შუმშევ ექშურს მოწონს. ანუ ჩვენ მარტო კაცი ცოდოაო, ჭამაში ცოდა თქომია. და სანამ შენ ათესავს დაურეკავ და მეორე რაიონიდან, რეგიონიდან და კიდევ ვინიც ის ახლა უკვე ისე არის ცხოვრება მოწყობილი, რომ 1000-ობით კილომეტრებით დაშორებით არიან, მეზობელია შენთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ყველა საქმეში. ასე რომ ჩვენც თქვენს იმედზე ვართ, ჯერობოდ გინომგავდა. შეგიძლიათ კომენტარის სახით დატოვოთ, შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ, მოგვაწოდოთ მასალები, გაგვიზიაროთ. ჩათვალეთ, რომ თქვენც და ჩვენც ერთი სამოხიოს ნაწილი ვართ ამ შემთხვევაში. ბატონლაშა, მადლობა ასეთ საინტერესო გადაცემებისთვის. თემასაც ვისაუბრებ რომ აუცილებლად. გამომრჩა, მაგრამ იმდენ თემა ვთქვით ახლა რაღაცა მათ შორის არ იქნება არც ერთი არ არის განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაქციო იმას, რომ მივიწყებულია ეს ტრადიცია სარიტუალო პურებზე. ანუ დუდჭკიდი, რა იყო დუდჭვიშტარი, დადეშქობალი. ეს თუ აღდგება ჩვენი პროექტის ის იქნება მართლაც გამარჯვება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იმდენად ლამაზად კეთდებოდა და იმდენად რიტუალიზირებული იყო ეს თემები და აუცილებელი კომპონენტი იყო აი დიარა კამპანიის დროს. ანუ ქორწილის პერიოდში ჯვრიანი მჭადი შემოქონდა და მას თავისი დანიშნულება ჰქონდა, დადეშქობას რა დანიშნულება ჰქონდა, დუდჭვიშტარი რა იყო და მოკლედ ეს სამწუხაროდ მივიწყებულია, არავის თითქმის არავის არ ახსოვს, ამაზე რომ ვისაუბროთ სარიტუალო პურებზე. სარიტუალო პურები, ჩვენი მომავალი თემა, დუდქობალი დუჭკიდი, გუნაგონები გვაქვს, დუჭვიშტარი, ბოდიში, ყველ გამორკი, მეგოაკეთ ასე გილახა. კიცკუნს კეთქვა. კიცკუნი ასემა. მოკლედ ასეთ საინტერესო გადაცემა გელოდებათ. მადლობა ბატონლაშა საინტერესო გადაცემებისთვის და მსმენელს მადლობა გამოხმაურებისთვის და იმის რომ ჩვენთან არის. მომავალ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით, ჯგიროზო ჯუნდათ. ხოლე არ ჩაქობთქვან, ხე გომორცგილე ქორდათ, ათაშ უზაღდეს ჩქინჩვე შეფი, ღორონთებს, ხე გომორცგის უზაღდეს ეპითეტოდო, თენა ნიშნეს ნამონტა ხვამელდო ბედნერი უაფოთ ირიატონთის. გადაცემის ოდაბადეშ კინოხონი. ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება,
კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.